ისე ძალიან მაინტერესებს მაილიგაზე რთული დასახური რა შეიძლება იყოს. არ ვიცი. ანუ შენ გინდა ის თქვა რომ მაილიგაზე რთული მოსაგები არაფერია? PvP დივიზიონები. მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი კონტენტით, ახალი ვიდეოთი, რომელსაც ქვია PvP დივიზიონები. კი, არ მოგესმათ ნამდვილად. წინა ვიდეოებში, როგორც დავაანონსე, როცა მაილიგას დავასრულებდი, დავიწყებდი PvP დივიზიონებს და ხო, ჩემი ნერვების ხარჯზე ავიდოდი პირველ დივიზიამდე. ხო, მოკლედ, ვინც არ იცით წესები, რა შემდგომარეობს, თქვენთან ერთად ავალ ეპიზოდებად დავყოფამ PvP დივიზიონებს, რა თქმა უნდა, ჩამოქვეითდები კიდევაც, გადავალ შემდეგ ლიგაზე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ავიდე პირველ დივიზიონამდე. ანუ ეხლა რანკინგში და რეიტინგში და რომელი ვიქნები ტოპ-10-ში თუ ტოპ-5-ში ვიქნები თუ ტოპ-3-ში ვიქნები, ანუ ეგ დიდად არ მატარდებს რა. თავარია პირველ ლიგამდე, პირველ დივიზიონამდე ავიდე თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან მაგარი კონტენტი იხოდება ჩემთან არხზე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ. ამიტომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი, მალე ავიდეთ 6000 გამომწერამდე. გთხოვთ, არ დაგვრჩა ძალიან ბევრი, მალე ავიდეთ. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ 10000 გამომწერზე 24 საათიანი ლაივი იქნება. კი, ნამდვილად 24 საათიანი ლაივში გავალ. და ხო, ნახოთ აბა დივიზიონების პირველ ეპიზოდს რამდენი ლაიქი ექნება, თუ დაფასდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუ არა და მომიწევს ეგრევე პირველ ეპიზოდშივე დავასრულო. ხო, 200+ ლაიქი გვინდა ამ ვიდეოებზე. რაღაცა ამ ბოლო დროს არ მომწონს აქტივობა, ну გასაგებია რატომაც, ჩემი ბრალია ვიცი. ამისთვის ძალიან დიდ ბოდის გიხდით და გვირდებით რომ აწი გამოვასწორებ რა. აი, მოკლედ, ბევრი ტვინის არ გვინდა, კაროჩე, რა დავიწყოთ პირდაპირ. ხო, მოკლედ ძმებო, მაილიგა არა და eFootball ლიგა, ისევ მაილიგაში შევდიოდი. და PvP კატეგორიაში, რა თქმა უნდა, დივიზიონ მერვეზე ვარ. იმიტომ რომ მე-10 და მე-9-ზე იცით, ეხა ბოტები ხვდებიან და რაღაცა და ამიტომ ხო, აი ამ ჩემი გუნდით დავიწყებ მაილიგას კი არა და eFootball დივიზიონებს მაილიგას კი ძმა. უნდა გადავეჩვიო ამას, უნდა გადავეჩვიო, გამიჭირდება, მაგრამ უნდა გადავეჩვიო. აი, ნახოთ აბა პირველი ვინ შეგხვდება? აბა ვნახოთ. ხო, აი ეს ცოტა ის არის, აქვე ამაგას ტვინის ჭამა, რა თქმა უნდა. აი ეს ცოტა ხანი რო ელოდები, მაგრამ არა უშავს, თქვენთვის ეგ გამოიჭრება და მე დაველოდები, კაცო, არ არის პრობლემა. კაი, ნუ, აუ, მე მგონი ბოტს მახვედრებს ისევ. აუ, ბოტს მახვედრებს. კაი, ძმებო, ამას უცებ ვეთამაშები, კაროჩე და დაგიბრუნდებით რა, არ მიყვარს აი ამ ბოტთან თამაში რა. ოკეი. ძმებო, ნუ ხო, easy win, ანუ მარტივი მოგება ძალიან. და ხო, იმედი მაქვს ახლა მაინც შემხვდება პლეიერი. აუ, გთხოვ, checking connection status დაეწერე რა. ძალიან გთხოვ. არ მინდა, კაი, ნუ გამახურა ბოტმა, გამახურა. ხო და წესით უნდა მოვიგვაწი მატჩები. გამახურა, მიდი რა გთხოვ. checking connection status. ოპა, ეგ არის, უკვე პლეიერია. კაი, ნუ, ანუ მესამე ან მეორე დივიზიამდე დიდი არაფერი, უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული. მესამე და მეორე ლიგის არაფერს ვეთამაშები, ოკეი, მეშვიდე ლიგის ვიღაც არაფერს ვეთამაშები. ბაზარი არა. ჩამოაქვეითოთ. თან მადრიდის რეალით არის. აი. ყველა ხოძე ხო. ახლა როგორ გუნდი ყავს? არ ყავს ცუდი გუნდი. ჰალანდი, მესი წინ. ოკეი, კაი. ჩემები ხო ხოძე არიან. თლაც ცუდი გუნდის არ ყავს. დაველოდოთ მოწინააღმდეგეს.
როდის დასტარტავს. დასტარტა კიდევაც, კი ბატონო. ხო და ეხა მესამე დივიზიამდე არაფერი განსაკუთრებული. ყოველ შემთხვევაში დივიზია ძალიან დიდი ხანია 21-ის მერე არ მითამაშია და რა თქმა უნდა მიჩვევა მჭირდება თავისთავად. და მესამე ლიგის მერე უკვე მიწევს, ჩემი ყველაფერი უნდა გავიხსენო, რაც ვიცი, რაც ვიცოდი და მასზე უნდა ვითამაშო ყველანაირი წესების დაცვით. დავიწყეთ მატჩი, ჩემი გუნდი ვიღაც არაბის წინააღმდეგ. არ ვიცი ბოდიში არაბული, ეგეც არ ვიცი ეს იმენა არაბულია თუ არა. ხო და ის იწყებს ახლა თამაშს, მატჩის უпростоრედ. რა სირჩევ ძმა ამდენი ხანი? არა. Yes. აგრძელებს თამაშს, მე მეგონა დაარეიჯა თქო. გაათამაშა მოკლედ ჩვენმა ძმამ ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ვნახოთ აბა მაშინ რა ქვია მაგას დივიზიონებში, კეჟო როგორ მესმის შენი აქეთ რო საუბრობ და აქეთ რო დივიზიონებს თამაშობ, ვაიმე ან 1 versus 1-ებს. როგორ მესმის შენი, მართლა ძალიან რთულია. ეხლა გავიაზრე ნამდვილად და ხო, ეგ უნდა დავამუღამო, რომ გადაცემებს და ეგეთ რაღაცებს აგვიანებს დივიზიონებში. და ეგ უნდა დავამუღამო აუცილებლად, ცოტა ადრე უნდა გავაკეთო ეს პასები რა. ეხლა ძალიან უაზრო თამაშობ. არა, მართლა ძალიან რთულია თან აქეთ თამაში, თან აქეთ საუბარი. ყოველ შემთხვევაში ჩემს მაქსიმუმს შევეცდები თავისთავად. აბა რუმე. ჰალანდი ყავს წინ. აბა რუმე. ისინი ყავს ხოთა შორის დაცვაში, ვეინ რუნი, კარგი პასი იყო, მაგრამ ჯორდან პიკფორდი ადგილზე ყავს ჩვენ ძმას. ხა დრო გაკავს. სერჟინიო. ჰალანდი, მესი. კარგად გაითამაშა. გოლიტი. გავყოთ რუმე არა ვანდეიქს. ცოტა წინ იყო ვანდეიკი და მაგიტო ვერაჯობა ვანდეიკი როგორც გინდათ, რა ვიცი, ვირჯილი, ვივიდი, რავი, როგორც გინდათ ძმებო ისე უწოდეთ. აბა, ჯონ! ვერ დაარტყა ნორმალურად, კაი. ნორმალურად რა, პიკფორდმა აიღო, თორე არ იყო ცუდი დარტყმული. გადაახვია ჩვენ ძმამ, ხო აქ რა თქმა უნდა respectful ვიქნები, ანუ გოლებს არ აუღნიშნავ თავისთავად. თუ აქეთ არ აღმინიშნეს, მაგრამ მე მაინც არ აუღნიშნავ. იყავი სიგმა, აბა მალდინი. სიგმა, ჩემი. პიკფორდი გაათამაშა წინ ბურთი, ჰალანდი კანავარო ვერაჯობებს რა თქმა უნდა. კანავარო ვერაჯობებდა ჰალანდს თავბრებში. კარგი პასი. ძალიან ტექნიკური იყო რუნი. აქ დაბლ ტაჩი უნდა მექნა და ისე უნდა დამერტყა. ხო, სადღაც მესამე ლიგამდე ესე მივარდი თავისუფლად ვითამაშებ. მესამე ლიგის მერე უკვე მატჩაპს იმენა, მატჩაპის კლავიატურა უნდა ჩავამტრიო. ხარ მალდინი. წინ პასი. ნგოლო კანტე. შენი. არაფერი ძმებო, არაფერი, კონცენტრირებული ვიყავი უბრალოდ რა. ნორმალურად თამაშობს ჩვენი ძმა. რაღაცა არაფერი რაღაცა სასწაული და და რაღაცა ვერ მოუგებდა მსგავსი ეგეთი არაფერი ისეთი. რუმე, კარგია რუმე, ვაიმე, რა კარგი შეყოლება იყო არა და პელესგან. პიკფორდი კარგად გამოიყვანა, ან თვითონ გამოვიდა, არ ვიცი. გულით მიდი. რუნი. დაარტყი რუნი 1-0 დავსკიპოთ აუცილებლად. რა თქმა უნდა, 1-0 არის, აბარა. კაი, ზედმეტად ემოციებს არ აყვეთ. იმიტომ რომ მაინც არ არის კოკა ეს მაილიგა, ეს არის დივიზიონები, ამიტომ ზედმეტად ემოციებს აყვები, ვაიმე. გატოზო ხელი რატო შემიშალე არა და ჩავჭრდი მაგ ბურთს ძმა, ვაიმე ვინ არის ეს? 1 წუთი დაამატა პირველ ტაიმს თავარმა არბიტრმა. ჰუისემა წაართვა ბურთი. პირველი ტაიმი დასრულდა მინიმალური ანგარიშით. 1-0 ვამარცხებთ ჩვენ არაბ ძმას. 52-48-ზე დარტყმა არ აქვს ჯერჯერობით კარში. ველოდებით, დასტარტა ეგრევე კი ბატონო. გაი. ნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება. გაი, გავათამაშოთ ეგრევე ბურთი. აქ ყოველ შემთხვევაში შეტევაზე არ გადავალ. თუ რაღაცა საჭიროება არ მოითხოვს. იმიტომ რომ ეხლა AI-ს რო ვითამაშები იმ დროს რაღაცა ჩემპიონშიპს გაიფობ რა. შეტევაში გადავდივარ, ჰალანდი აჯობებს რა თქმა უნდა, ფერდინანდ მიდი. სხვა გზა არ მქონდა.
სხვა გზა არ მქონდა. მოდი აბა იქნება ავიღო ეს პენალტი. ბიჭო რატომ გონია შუაში დაარტყავს? კაი ჭანდაბას. აჰა. შუაში დაარტყავს მაგის დედაც ვატირე. არა შენი შუაში არ დაარტყა, შუაში ურტყავენ ხოლმე რა. ჭანდაბა რა. კაი არა უშავს, ვერ გამოვიცანი. ნუ ოკეი, დავის საჯი ამის გამო. გადავიდეთ ახლა უკვე შეტევაზე. წავიდა. აბა, კიკოფი, ვაიმე შენი ჰუისენი, მატჩაპით მეთამაშება სხვა შორის, ძალიან კარგია ეგ მატჩაპით თამაში, ანუ რომ მიეჩვიოთ უფრო კარგი იქნება თავისთავად. ნუ მე ყოველ შემთხვევაში 50%-ით მატჩაპს ვიყენებ და 50%-ით იმას რა ვქე მაგას მივარდნით თამაშს, ანუ დეშს რა. მაგრამ ვიდეოებში ეს არ ჩანს, კი ბაზარი არა გასაგებია, მაგრამ ვიდეოების გარეთ ანუ თითქმის მასე ვარ ხოლმე რა. ხო და ნუ აი გადავიდე ძმებო მესამე ლიგაში, მესამე დივიზიაში გადავიდე და მერე ნახეთ თქვენ მეჩამებით თამაში. აი მერე ნახეთ მართლა. გულიტი რომე. კაი მოუგოთ ეხა ჩვენი ძმას, ნუ ჩვენი ძმა კია, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ჩაწოდება იყო. კრუიფამდე როგორ ვერ მივიდა ეს ბურთი? ერთა როგორ ვერ დაარტყა უბრალოდ და ყვითელი მიუღია თან ფერდინანდს, ოკეი. ვაიმე. კარგად მეთამაშება, კი. აბა, კარგად შეუყოლე არა და ძალიან ცუდად დაარტყა. აბა, ატეპერი იზალ, ეს ვინ არის კაცო? რომელი იმის ლეგენდაა ესა? რა უაზრო თამაშო. რაიკარდი მე მგონი იმის ყავს. აი აქსის რა პასებს უკეთებს იმენა საღოლ ძმა. კანავა რომ მაინც და მაინც რაიკარს მოარტყა, აი მაინც და მაინც. ვაიმე რა ხდება ძმა? ნუ კაი ეს გადავიდა. 74 წუთი ამასობაში ერთ-ერთი არ მაწყობს. აფსაიდი ყოფილა, ოკეი. კაი სანამ გადავიდო და იქამდე თამაში გარე ყოფილა. კანავა რომ პირდაპირ გაუშვა წინ. აბა. ელემ ვერაჯობა ვირჯილს. კაი, ხო, რა თავურებით თამაში გამიმართეს კანავა, რომ იდეალურია ფიზიკალიტიში. ნუ მესის ფიზიკალიტი ახლა ცოტა იყოს ისეთი აქ. აბა, გულიტი. მე მეგონა მოვიდა და მაგრამ ხო, სულ დამოვიწყდა რომ მატჩაპით მეთამაშება. კაი, ხარ ფერდინანდ. მალადინი. გატუზო ძალიან მაგარია მართლა იმაში ტექნიკში და ეგეთ რაღაცეებში. რონი დაუსკიბოთ რა თქმა უნდა, თვითონაც დაგვისკიბა და ამიტომ respect. 2-1. 94 წუთზე რუნიმ გაიყვანა წინ ჩემი გუნდი. ეიუმე, მოდი გავუყოლოთ რუნის, გავიტანოთ მესამე. არა, რატო ქენიეგა? ვაიმე, ამერია ძმებო, მე ამერია, ანუ ჩახოვის გაკეთება მინდოდა და ფეიქ შოტი ვქენი. საღოლ გოგსონ, საღოლ ბრატუხია. 3 წუთი დაამატა. თავარ დროს არბიტრმა ნუ ეს დიდი ალბათობით მოვიგე. ნახოთ ჯერ წინასწარ ნუ იძახი ბიჭო. ნუ არა, უკვე მოვიგე. აი, ნუ გაათამაში. კარგად დავიწყეთ, კარგად. 2-1. რონი გახდა მატჩის MVP. აქ მისიაც შევასრულე 50 მატჩი მოიგეო quick counter-ით. ხო, ნუ შაბი ალონსო ახლა ვიყიდე, ახლახანს ვიყიდე და ხო რა. კაი. ნუ შემდგომი მატჩი უკვე. დავსკიპოთ კაცო, გადავიდეთ მეშვიდე ლიგაში, რა პრობლემაა? ანუ ეგრევე? კაი, აჰა. მეშვიდე ლიგა მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ? ანუ ცვეთში ეგეთი რაღაცაა რა, აი ის ვიდეო რო არის რა გაკეთებული ხალხო, აი მე-10-დან მე-4-მესამე ლიგამდე რო ის არის ეს კადრი რო ადევს, რომ pretty little baby, აი იმენა ეგეთი რაღაცა ადევს რა და მერე იწყება იმენა you crush my heart and say it's nothing. არა, ეგ არა, უფრო ის აი მარადონა რო ჩხუბობს რა, აი ეგეთი კადრებია. აი იმენა ეგ არის, მე დედის სიუკი ხდება მერე რა.
ოპა, ეგ არის, მაინც ისევ პლეიერია, ძალიან კარგი, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური ჩემო ეს ჩემი სიტყვებია, ჩემი დაფუძნებული სიტყვებია, ბრატ. ჩემი დაფუძნებული სიტყვებია, ბრატ. არავისგან არ გადმომიტანი, არავისგან არ მომიპარავს. მე მოვიგონე Manchester United-ის გულშემატკივარს, ან შეიძლება Manchester United-ის გუნდით ვინც თამაშობს, იმას ვეთამაშებით. რატო გადავწყვიტე რომ მაინც და მაინც Manchester United-ის ფანი უნდა ყოფილიყო იმისათვის რომ მე ჩემთვის ეთამაშა, არ ვიცი, მაგრამ ოკეი. კაი, ნუ ჩვენები ხოძე არიან ასეთ ვისე. ოპა, პელე ყავს წინ. ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო. აუ, ამას ახლა კაი მწვრთნელი და მენე დახატავდა რა. 3119 კი არა, იმენე დახატავდა მართლა. კარგი მწვრთნელი უნდა და ეგ არის რა. კაი. დასტარტა ჩვენმა ძმამაც, არ დაარიჯა როგორც ჩანს. აუ, აი, რა ვიცი, ვინმე უცხოელი თუ მიყურებთ. If you watching me, please bro, when you playing divisions, do not rage. Please, I want to play. ანუ არა ხა ვღადავ, თორე ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. აუ, ხა ძალიან თავი შევიქე, ხო? კაი, ნუ Manchester United-ი ჩემი გუნდის წინააღმდეგ. Guardiola ყავს მწვრთნელად, ნუ ის Guardiola არა Bayern-ის. აი, ჩვეულებრივი ის რა. სტანდარტ კარდი ესე რომ ვთქვათ. კარგი ბატონო ჩემო. გავათამაშოთ ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი. ნახოთ აბა ჩვენ მეორე ძმასთან რას ვიზავთ. ზანეტი ყავს ამას დასვაში, დეკლან რაისი, ლამინ იამალი. ლამინ იამალის მე მგონი ის ყავს. რა ქვია მაგას? Green card-ი არა და special card-ი მე მგონი. როიფი. კატუზო, ნუ ადრე PS-ში ყოველ შემთხვევაში special card-ი ერქვა და ეხა. არ მაინტერესებს აქ რა ქვია ნამდვილად. და ხო, De Bruyne ყავს, რომელსაც სხვათა შორის ფენომენალ პასი აქვს. თუ კარგად გამოიყენა ამან De Bruyne, ანუ თუ De Bruyne-ის გამოყენება იცის, წესით ძალიან მაგარ პასებს გააკეთებს და ძალიან კარგ გოლებს გამიტანს მართლა. თუ იცის De Bruyne-ის გამოყენება იმ შემთხვევაში. მაგრამ როგორც ნახევარდაცვა ჩაწეული ყავს დაბლა და რატო? აი De Bruyne სწორად თუ გამოიყენა, ჩათვალეთ რომ აი რა ვიცი. აი ეს პირველი გოლი თქონდა მეთქო, მაგრამ მე მგონი აფსაიდის იყო არა, თამაშგარე არ ყოფილა. თამაშგარე არ ყოფილა, უბრალოდ ძალიან ცუდად დაარტყა რუმემ. რატო? აი ეგეთი რაღაცა რატო? ხო რა. იდეაში ეხლა ამას აი მწვრთნელი რო ყავდეს, წესით და რიგით De Bruyne ალბათ პელეს მიმართულებით ექნებოდა აი link up play რა და ძალიან ოპა გულით კარგად არ გადაუშვა. შენი. კაი, ნუ ხო, ჩვენ დაგვშა ბურთი. ხო რა, ანუ კარგი მწვრთნელი სჭირდება ეხა ამას. აი, ან Guardiola ჭირდება, ან კაპელო რომ მე დებილმა არ დავითრიე. ეს რა ქვია, გამოსული იყო და 95 აქ რობერტო კარლოს. მე ხა იცით რას ვაპირებ? Guys, you know what time it is? It's disco time. აბა. ძამი, აი ეს არასდროს არ მიქნია ესა რა. ვიდეოებში ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, რა შენი ცოტა გამეწია გვერდზე და იმენა მიდიოდა სუფთად. ვაიმე. Liam Saliba ბურთით ამასობაში. კაია, ორივეს პელე ყავს და ბიჭო, გატუზა ეგრე, რატომ იშლის ხელს? გატუზა რა ძმა, გაკაროლა. რა გატუზა? გატუზა, გაიხიშთა ბარემ, რა ვიცი. კრუიფი. Saliba. ოპა, ვაიმე კინაღამ შეცდომა. რიონი. რუმე, მწველების რისხვა. შენი. ჯესეს მეჩაპით მეთამაში მამგონი. ბიჭო, არა, კაია, მეჩაპით თამაში ზოგადად, ანუ კარგია რა, არ არის ცუდ თამაში კი არა, ძალიან სწორი თამაშია, ბაზარი არა, მაგრამ რუნი! დავსკუპეთ. Respect. ამ სიტყვას ახლა ამოვიჩემებ. De Bruyne-ს აი ესა მაღალი პასები, ჯიგარო, მაღალი პასები. ნუ არ ვიცი, ჯერ ვერ დავამუღამე De Bruyne-ს იყენებს თუ არა, იმიტომ რომ ჯერ ერთხელაც არ გაუკეთებია ეგეთი მსგავსი გადაცემა და რა ვიცი ხა რო იყენებდეს წესით De Bruyne-ს იმენა შეუკიკინებდა.
ყველა პას მაგას მისცემდა აქ მეორე გოლზე შეიძლება წავიდეთ მეგობარნო მეორე გოლზე რუმე აი დავსკიპოთ რა თქმა უნდა ნუ ხო ძმებო ეხა ვიდეოებისთვის შეიძლება არ არის ეგ კარგი ვიდეოებისთვის ყოველ შემთხვევაში მაგრამ ანუ მე ყოველ შემთხვევაში აი დივიზიონებში ხალხს როცა ვეთამაშები იმ დროს აი რაღაცა არ მიყვარს მას რომ ვაჩვენებ რა რაღაცა ემოციებს აუ ბიჭო ეს ვერ თამაშობს ჩემი ეს ვერ თამაშობს ნუ უკვე 3-0-ია და მე მგონი გავიდა ბიჭო დარეიჯა აუ ხო არა რა ბოლომდე ითამაშე მაგრამ ნუ არა მესმის მართლა ანუ ან ვერ თამაშობს ან ვერ წავიდა თამაში მაგრამ კარგი გუნდი ყავს ანუ არ ყავს ცუდი გუნდი რა просто კარგი მწვრთნელი ჭირდება დარეიჯა ხო ნახოთ ველოდები არა აშკარად დარეიჯა აი ნუ არაუშავს არა ეხა მესმის მაგისიც რა შეიძლება თამაში აი ვერ წავიდა ან რაღაცა დღეს უბრალოდ ვერ ითამაშა ანუ ზოგადად ვერ თამაშობს ან რა ვიცი 1000 მიზეზი შეიძლება რა ანუ ბალიში არის და სწორად აი ნუ შემდეგი მატჩი თქვენი გამდე ძმებო შეგახსენეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო 200 ლაიქს ძალიან გთხოვთ გადავცეთ რა გამოიწერეთ არხი აქტიურად ზარზგლაკი ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ ველოდებით შემდეგ მოწინააღმდეგეს მე გამდე კუპინს გიახლებით ეს პლეიერია ძალიან კარგი checking connection status ეგ არის აი proceed ნუ სამი ხაზი ნუ ოკი რა არის მა გავიდა აუ არა არ მინდოდა ეხა ეს რა უფ გაირა ბოტს მათამაშებს ისევ ძმა რაჯანდაბად მინდა ბოტთან თამაში კაცო უფ აი ძმებო ამას ვეთამაშები უცებ გავაბობ შუაზე და მოვალ რა ეგ არის რა ხო ეგ არის გავაბე შუაზე მოვედი და იმედი მაქვს ეხლა მაინც შემხვდება მოთამაშე ანუ რეალური მოთამაშე რა ნუ მე-6 ამ ვიდეოში მე-6 ლიგამდე ჩავალ ძმებო აი ერთი მატჩი დამრჩა და მე-6 ლიგამდე ჩავალ TikTok-ში და კაროჩე მე უკვე ნუ ამით მოვრჩეთ ეს ეპიზოდი რა იმიტომ რომ ცოტა რიყოს დავიღალე checking connection status დაეწერე გთხოვ ოპა ვერ შევხედე უცებ კაია აი ესეთია კაია კაი proceed დამიდასტურე გთხოვ რა გთხოვ ჯიგრულად კაცურად ეგ არის ლიტა გოგოა ბიჭო გოგო მეთამაშება ლიტა რა ვიცი აი ჩვენ და საქართველოში ისე არის თითქოს აი გოგოს სახელს წააგავს და გოგოა ბიჭო ხადაო ეს თუ გოგოა ეხა ძმა აი არ ვიცი მოდი აი მაშინ აი ამ გუნდით ვეთამაში არ ვიცი რატო დავასკვენი რომ გოგოა და რაღაც ანუ არაფერი კაცო არანაირი დისრესპექტი პირიქით რას ლაპარაკობთ просто ანუ აი ამ გუნდით ვეთამაშები რა კაი ის უკვე მზად არის ნახე რა ხოძია ჩვენი ძმდა და კაი ნუ დავსტარტოთ გოგო შემხვდა მე მგონი დივიზიონებში ძმებო გავიდა კაი მეღადავები ერთხელ შემხვდა გოგო დივიზიონებში ალბათ რატო დავასკვენი რომ გოგო არის არ ვიცი მაგრამ ანუ ლიტა ეხა მაგალითად აი ლიტა წარმოიდგინეთ ჩვენთან საქართველოს ყოველ შემთხვევაში
აი გოგოს სახელს არ წააგავს ვიდრე ბიჭისას, აი ლიტა ბიჭს რატო უნდა დაარქვა? ანუ ხო ხვდებით რას ვამბობ რა? ანუ ცუდად არ მიიღოთ კაცო. ვაუ, ოკეი. კაი, საინტერესო. ანუ მე მაინც ჩავთვლი რომ გოგოა რა. აი ხა რომ გამაპოს შუაზე, აი მენა 10 გოლი რო გამიტანოს. კაი. თან ისე უწერია რა ხვაზე რა ამალიტა. ვაიმე დედიკო. არა, კაია, კაცო, გოგო თუა მით უმეტეს, ანუ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ანუ მიხარია რა ცვეთში, აი გოგონებიც რო თამაშობენ, აი ჩვენთან მაგალითად საქართველოშიც, რავი 1-2 შეიძლება იყოს ისეთი რა გიხარია შეყვერცხო. ისეთი ვინც აი გოგოა და თამაშობს eFootball-ს, ანუ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მათაც აი ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ აი ამ თამაშის განვითარებაში საქართველოში ყოველ შემთხვევაში რა. და ხო, ბევრი გოგო პლეიერი გვჭირდება და აუცილებლად ტურნირებზეც გვჭირდება გოგო პლეიერები, აუცილებლად. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ აი ვისაც ფეხბურთი გიყვარდა რაღაცა, დაიწყეთ eFootball-ი კაცო, დაამოღამებთ, ანუ არ არის რთული და სამოღამებელი მართლა. და დანარჩენს ხა რაც არიცით და რაღაცა ისწავლით ან ჩემგან ან დილარასგან, ან რავი, ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა და ამასობაში პენალტი. ხო, ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა, ნუ რაღა მაინც ჩემ თავს მივახტი პირველი, ანუ არ ვიცი, ანუ მე ძმა კიდე ბევრი რაღაც მაქვს ასწავლი და დამიჯერეთ აი იმ მოთამაშეებზე, რა ვიცი, ახლოსაც ვერ მივალ რა. პიტერს მეიხელცო ვარტყმევინებ. აი მოდი აქეთ დავარტყათ. გამოიცნობს? არა, შუაში ეგონა. ნუ ოკეი, კაი. პიტერ შმეიხელმა გაიტანა დივიზიაში პირველი გოლი და ზოგადად კარიერაშიც კი. კი ბატონო. ხო, ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი ეს იქნება, რა ქვია მაგას, რჩევა ყოველ შემთხვევაში, ანუ არაფერს არ გასწავლით კაცო. პირიქით. გამიხარდება მართლა გულით. რომ აი გოგო პლეიერები ყავდეს საქართველოში, აი PUBG Mobile-ს ხო ყავს ძალიან ბევრი გოგო პლეიერი საქართველოში. აი ისე რომ ყავდეს eFootball Mobile-ს, აი ვისაც ფეხბურთი ყოველ შემთხვევაში ევასება რა. ანუ და უყვარს რა. ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით, ძალიან გაასწორეს მართლა და აი წარმოიდგინე ხა როგორ რაღაცა რომ აი გოგო პლეიერებმა ისე რომ დახვეწონ თამაში და ისე მაგრად რო ითამაშონ რომ ტურნირებზე გამოვიდნენ და აი რომ მოიგონ რა, აუ ძალიან მაგარი იქნება, მართლა ძალიან მაგარი იქნება და ნუ მოკლედ გელოდებით აბა ტურნირებზე ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წელიწადში მაინც გოგო პლეიერებს eFootball-ში. ძალიან ბევრი უბაზრე ახლა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ხო რა, ანუ რაც აი მაგრად გაასწორეს მართლა და მე პირადად ყოველ შემთხვევაში გამიხარდება ეგ ვთქვი რა ძმებო. რატომ ეთამაშება ამ სლაიდებით, კაცო? ამ სლაიდებით რატომ ეთამაშება? ნუ აი ხა აი მე გოლს მე მგონი არც ანუ აი მე გატუზო იყო იქ თუ კანავარო იყო ვერც დავინახე. კაი, გამოვიყვანოთ პიკფორ ისა შმეიხელი. გაიტანე კაინი. აბარა. დასკიპა. გადაო. ვა, ბიჭო ხო ნახდათ გოგოა ეს აი. ამლიტა. თან რაღაცა ისენაირად უწერია რა, ანუ აი ბიჭმა რო ეგეთ რაღაცა რო დაიწეროს, ანუ რავი, ანუ მეგონება რომ არ არის ბიჭი პროსტა რა. ან შეიძლება ბიჭი არის და ეგრე უწერია პროსტა. ნუ კაი, ძალიან ტვინი მოვტყი უკვე ამ თემით რა. ხო და მოდი უბრალოდ ვითამაშე ეს დედამოთ 95 წუთი ამასობაში. რამდენი წინ ასე რუი კოსტაზე, კი არა და სუარესზე უფრო სწორედ აქ თამაშგარე იყო, ხო? კი ბატონო, ნუ 1-2 არაფერი ისე აი ჩაოლებრივ ხო, ანუ თქვი რომ აი პროსტა მეც არ გავტან, თორე დედასპიცა ვარ ეხა. აი როგორი მოსკნა, თორე აი წინა მომენტები კაროჩე აი ისეთი იყო რომ ანუ რავი რა. ანუ არ იყო რაღაც სასწაული. აბა, რიო ფერნანდო გაიმოვიშორდა. 2 წუთი დაამატა. ნეიმარი აბალახებს. რუი კოსტა. ეგ არის რა. Promotion. It tastes like promotion. ეგ არის რა. მე-6 ლიგაც დავდეთ. დეიდო. ძალიან მარტივად რა არისო რაღაც სართული რა. ანუ ხო ვამბობ აი მე-4 მე-3 ლიგამდე
არის აი აი ესეთი და მერე უკვე ნუ ფოტოს იღებენ რუი კოსტა მატეუსი და კანტონა ოპა რუი კოსტა რო iPhone 17-ით იჯდება მოკლედ ძმებო ესეთი იყო დივიზიონების პირველი ეპიზოდი დასაწყისი დაბადება დივიზიონების პირველად თან ჩემი YouTube-ის ისტორიაში თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ 200 ლაიქს გადავწეთ ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი გააქტიურეთ ზარისხალხი მე კიდე ის გადამშენია რომ დაგემშვიდობოთ შევხვდებით შემდეგი დივიზიონების ეპიზოდში გაკოცეთ გულში წავედი